ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე. გამარჯობა, ეთერშია ჟიჟილაშვილის სტუდია. ჩვენ დღეს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებზე ვისაუბრებთ. გიორგი მარგულაშვილი ბოლო 2 დღის განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრშია იმის გამო, რომ მან გუშინ გააკეთა განცხადება, რომ მისი ოჯახის წევრზე არის ზეწოლა სამართალდამცველთა მხრიდან და შესაბამისად ეს პოლიტიკურ პროცესებს დაუკავშირა. დღეს კი მან თქვა, რომ უნდა გაეცეს მან მისი პრესმდივნის, ასე ვთქვათ, საშუალებით თქვა, რომ უნდა გაეცეს პასუხი ყველა კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროს ხახაკალაძეს. იაგო ხვიჩია გირჩიდან არჩილ გამზარდია ანალიტიკოსი ჩვენთან სტუმრად. გამარჯობა ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობით. არჩილ, რას უკავშირებთ პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს, აი უკვე სერიოზულად გადასვლას ოპონირების რეჟიმში. პრეზიდენტი თუ ზოგადად იქნება ხან მედიაციის, ხან ოპონირების რეჟიმში პოლიტიკურ ძალებთან, აქ ცუდი არაფერი არ არის. უბრალოდ პრეზიდენტს რაღაცა ახასიათებს ხომ ცოტა რებუსებით ლაპარაკი, რაც ცოტა ცუდი მისაღებია, იმიტომ რომ აი ერთ აბზაციან განცხადებაში იმდენი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ მე რაღაცა დაუკმაყოფილებლობის განცდებით რჩება. მაგალითად, იგივე ეს ბოლო განცხადება, ხო, თქვათ, აი რატო ერთისთვის წინ არაფერი რეაგირება არ მოყოლა, რატომ თავის დროზე ხო, რას ქვია, პრეზიდენტის ოჯახის წევრი თუ კი სახელმწიფო სექტორის მხრიდან არის შევიწროების რეჟიმში, ნუ ჩვენ რაღა უნდა ვილაპარაკოთ, აი პრეზიდენტი როგორ შეიძლება იყოს ჩვენს გვერდით, თუ კი ეს რაღაცა ელემენტარული სამართლობის მართვა არ შეუძლია საკუთარ ოჯახში, ხო? და მეორე მხრივ უნდა მიმართოს და განცხადდეს ეს ყველაფერი ღიად, მკაფიოდ და მკაფიოდ მოითხოვოს პოზიციები სახელმწიფო სექტორისგან და ასე შემდეგ. და ესე რაღაცა ფარული, ირიბი, მესიჯების დონეზე იქ პრემიერმა რაღაც ფრაზა ისროლა, იქ პრეზიდენტმა რაღაც ფრაზა ისროლა, მე რამ ყველაფერს ჩვენ უყურებთ. შეიძლება პირადად პრეზიდენტის და მე როგორც მოქალაქეს კიდე პრეზიდენტის ოჯახის უსაფრთხოება ჩემთვის უპირველესია, იმიტომ რომ თუ სახელმწიფო საკუთარ პრეზიდენტის ოჯახს ვერ იცავს და ვერ იცავს მათ უფლებებს, ჩვენ ზედმეტია უკვე ლაპარაკი, ხომ? ამიტომაც თქვენ რა გაიგეთ ამ განცხადებიდან, რებუსიო თქვით, რა დასკვნა გამოიტანეთ, რახან პრეზიდენტმა დაიჩივლა, ისე იმას ჰქონდა ამის საფუძველი. მაგრამ თქვენ მაინც დაგრჩათ უკმაყოფილების შეგრძნება, რომ დაიჩივლა, როგორც თქვათ, რიგითმა მოქალაქემ. დაიჩივლა, ჯერთი ხო, პრეზიდენტია და კი არ უნდა ჩიოდეს, უნდა აცხადებდეს და ამ ყველაფერს ცოტა მძლავრი ბერგეტები და ზემოქმედების საშუალო თუნდაც განცხადების დონეზე აქვს. მეორე, რატომ ერთი თვის შემდეგ, რატომ, ნუ ბოლოს და ბოლოს კი გავიგეთ, ვის ეხებოდა, რას ეხებოდა, მაგრამ იმ დროს, როდესაც ეს თქვა, ორჯერ მიმართეს შეკითხვით და მან მაინც პასუხის თავი არის და ასე შემდეგ. აქ რაღაცა ორივე მხარე, სახელმწიფო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებები, რომელიც რომ გითხოთ ნაწილობრივ უფლების დარღვევის რეჟიმში გადავიდა იქ რაღაცა, როდესაც არ იყო საჭირო აქცენტის გაკეთება ვინვისთან კან რეგისტრირებულ ქორწინებაში ხო თუ არ არეგისტრირებულში იქ რაღაცა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდე არ მოითხოვდა აუცილებლობას, რომ გამოხატულიყო და აი ისეთი უცნაური პროცესები, როგორ ვთქვათ, აი პინგ-პონგის თამაშით ესმენს ესვრიან სახელმწიფო სექტორის ხელისუფლების მხარეები. ხო? მე ვარ მოქალაქე, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რომელიც აი ამ რაღაცა თამაშის მაყურებელი ხდები. მაგრამ პრეზიდენტი ამ ყველაფერში რატო არ ახდენს რეაგირებას დროულად? რატო არ ილაპარაკებს ყველაფერი, რატო ღიად არ განაცხადა, რატო ამ ყველაფერზე არ მოუწოდა მხარეებს და ასე შემდეგ. მეორე, ცნებები არ ნაურიოს, თუ კი ჭხრიკად ჩატარდა და თუ ის დაცულდა წესების დაცვით ჩატარდა. ეს ან არის ზეწოლა, ან არ არის. ანუ ინტერპრეტაციის საშუალება შეიძლება გახდეს. სხვა შემთხვევაში ცნებები, ზეწოლა, უკანონო ჭხრეკა, კანონიერი ჭხრეკა, რაღაცა გონიურული ეჭვის საფუძველზე ვიღაცის გაჩება, ძალიან ბევრი რაღაცა, რომელიცაც იურისტები, სპეციალისტები სხვადასხვა საზომებად მოიხსენიებენ. ამიტომაც არ უნდა იყოს, ანუ უფრო მეტად უნდა დაუკვირდეს პრეზიდენტი საკუთარ განცხადება, რა შეიძლება მოახდინოს, იმიტომ რომ ის არის პრეზიდენტი და თანაც საბედნიეროდ პირველი პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც ის გახდა პრეზიდენტი და როდესაც მის ტექსტებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, დღეს ის წონადი ფიგურაა, რა ძალიან მახარებს, იმიტომ რომ არ მინდა პრეზიდენტი იყოს გაშარჟების საგანი ქვეყანაში. და შესაბამისად მისი განცხადებები ჩემთვისაც და სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომ არ უნდა გააკეთოს ისეთი ფორმით განცხადებები, რომ ჩვენ მკითხაობის რეჟიმში გადავიდეთ. აი მათ იაგოსაც ვკითხოთ, რა ინტერპრეტაცია მისცა მისმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა აი ამ პროცესს, რაც ბოლო 2 დღის განმავლობაში არის აუდიტორიის წინაშე.
ну მე არ ვფიქრობ რომ რაღაც გირჩი რაღაც სერიოზული დისკუსია იყო ამასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ და საერთო აზრი შევიმუშავეთ ყველას გაგვაჩნია ჩვენი აზრი რომელიც მეტნაკლებად შეიძლება ემთხვეოდეს ერთმანეთს შეიძლება რაღაცას განსხვავებული აზრი ქონდეს ერთადერთი რაზედაც ალბათ ყველა შევთანხმდებით რომ ის იყო ეს არის პოლიტიკური სვლა პრეზიდენტისგან მან ერთი თვის განმავლობაში არაფერი არ თქვა ამასთან დაკავშირებით რაც მე მესმის და როდესაც ყველაზე საჭირო მომენტი დადგა ამის სათქმელად იქ ამას დაემთხვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება ამ დროს გააცხადა თავისი გულის ტკივილი ესე რომ ვთქვათ რომ მასაც მოიქცნენ ასე რაც არის ჩემი აზრით თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ნაწილი ეს არის პოლიტიკური ბრძოლა ჩვენ ვიცით რომ პრეზიდენტი არ განეკუთვნება იმ ბანაკს რა ბანაკით ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს და ამავდროულად ის მან საჭირო ჩათვალა რომ მისი პოლიტიკური ბრძოლისთვის ასეთი გზა უფრო ეფექტური იქნებოდა მან სხვათა შორის უნდა აღინიშნოს რომ საჭირო დროს გააკეთა განცხადება ყველაზე სენსიტიურ მომენტში დაარტყა ხელისუფლებას ამ განცხადებით მეორე საკითხი რამდენად დამაჯერებელია ეს განცხადება ან ეთიკურია გოგიდე ეთიკურობის ნაწილში მე არ შევიდოდი არ ვიცი ახლა ეთიკურობა ძალიან დროის შერჩევის კუთხით შინაარსი კი არა აი ზუსტადაც რომ მომგებიან დროს დაელოდა და იმ დროს გამოთქვა პრეზიდენტი რომელიც ზე სუბიექტი უნდა იყოს ხო ამაზე აქცენტი არა ზე პარტიული ზე რაღაცა ძალიან მოქალაქე უნდა იყოს ასე ვთქვათ ხო რამდენად პოლიტიკური სვლა როგორც იაგო აფასებს მაშინ დროის შერჩევაც სჭირდებოდა მას და კი და ამიტომ ამ თვალსაზრისით მე მგონია რომ სწორად მოიქცა პოლიტიკური თვალსაზრისით მისი გადმოსახედიდან ახლა მეორე საკითხია ჩვენ რას გავაკეთებდით მის ადგილას და ეს ამდენად დამაჯერებელი იყო ეს ყველაფერი მე მაგალითად უშინაც დავწერე Facebook-ზე და დღესაც ახლა ცხადია აზრს ვერ შევიცვლით ამ პერიოდის განმავლობაში ჩემთვის პრეზიდენტის ამ განცხადებას ცოტა დამაჯერებლობა აკლა სწორი იყო სტრატეგიულად მისი გადმოსახედიდან მისმა ფიგურამ აქ რაღაც თვალსაზრისით მნიშვნელობა შეიძინა ან ფაქტია რომ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ გადაცემაც კი მიუძღვენით აგერ და კიდევ იყო სხვა გადაცემები ანუ იმიტომ რომ ცალკე რო ეს ერთი თვის ადრე ითქვა პრეზიდენტ შეიძლება მას დიდი გამოხმარება არ მოყოლოდა მაგრამ როგორც კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ბანი მიცა პრეზიდენტმა ესე რომ ვთქვათ, ამან აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობა შეიძინა. მეორე საკითხია, რამდენად იყო დამაჯერებელი. ახლა ზეწოლას მოახდინეს ჩემს სიძეზე თუ არ ვწდები ასე ითქვა, ჩემთვის ბოლომდე ამომწურავი არ არის. მე მაინტერესებს კონკრეტულად როგორი იყო აი ზეწოლის რამე რას თხოვდნენ. რას ეუბნებოდნენ რომ ეს გააკეთოს მარგველაშვილმა? ეს იყო რაღაცა ჭკუა ისწავლოს თორე ყველას დავიჭერთ, დაგვიჯეროს თორე რამე უფრო მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო, მათ შორის ეს შეიძლება იქ არ ეთქვათ, მე არ ვარ შორს ვარ იმაზრისგან, რომ რაღაცა მისი სიძისთვის ეთქვათ, რომ შენ ამიტომ გიჭერთ, მაგრამ ყოფილიყო რამე მინიშნება, რომ რაღაცა პრეზიდენტი კარგად უნდა მოიქცეს და რა იმ პერიოდისთვის როცა ეს ფაქტი მოხდა რაში გამოიხატებოდა კარგად მოქცევა ან მე ვფიქრობ რომ ქართული საზოგადოება უფრო მეტ ახსნას იმსახურებდა თუმცა პრეზიდენტმა აირჩია სხვა გზა მან აირჩია უბრალოდ პოლიტიკური დაძაბულობის შემოტანის გზა რომელიც შეიძლება პოლიტიკურად მისთვის მომგებიანი იყოს ახლა გასაგებია რომ პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციებიც გარდა დაძაბულობის შემოტანისა პირიქით უფრო განმუხტვისკენ მიდრეკილი ინსტიტუციაა ზოგადად როგორც ასეთი თუმცა ამავდროულად ვერ უსაყვედურებთ პოლიტიკოს რაღაცეების დაძაბვას თუ მას ეს არ მიაჩნია. მე მაქვს კითხვა, თუ კი მას აქვს უსამართლობის განცდა პირადად მის მიმართ. არ აქვს უფლება რომ ეს თქვას აი ამ დონეზე და ჩაკეტოს რაღაცა დოზას რაღაც ეტაპზე ინფორმაცია და აღარ თქვას მეტი. აქ ის ხო არ ყოფილა ჩვენ ხო ხვდებით ახლა რომ გაბრაზებულ პრეზიდენტს არ უთქვამს ეს. ეს აქ იყო მოფიქრებული სტრატეგია ერთი თვის მანძილზე, როდესაც ის დაალოდა შესაბამის მომენტს და მოიქცა როგორც პოლიტიკოსი ახლა ამ შემთხვევაში. ცხადია უფლება აქვს, რა თქმა უნდა უფლება არავინ არ უგზავნოს ამ უფლებას. უბრალოდ მე ერთადერთი პრეტენზია მექნებოდა როგორც საქართველოს მოქალაქეს, ჩემთვის ამ განცხადებას აკლა დამაჯერებლობა, მე მჭირდებოდა მიზეზები, რატო ჩათვალა პრეზიდენტმა რომ ეს იყოს ზეწოლა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ საქართველოს მოქალაქეებს აჩხრეკავენ. ჩვეულებრივად ჭირკავენ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს მოქალაქეებს აშარდვინებენ ქუჩაში. რა სადუნახეთ ახლა საქართველოს პრეზიდენტი გამოსული ამაზე და თქვათ ეთქვა რომ აი ეს რაღაცა ჩვენ უნდა დავგმოთ და ამაზე პრინციპული განცხადებები ხო არ ყოფილა. ეს რატომ არ ითქვა იმ დროს, როდესაც ეს პრობლემა საზოგადოებას აწუხებს. ის რაც პრეზიდენტმა ახსენა, მე მგონია რომ პრობლემაა საზოგადოებაში რომ ვიღაცებს ყვილად ჭრიკავენ, ბუნებრივია, მაგრამ მარტო პრეზიდენტის სიძეს ხო არ ეხებოდა ეს? ეს ხო ზოგადი პრობლემის ნაწილია. პრეზიდენტს ამ გაგებით ხო არ უთქვამს? პრეზიდენტს არ უთქვამს რომ ჭრეკა არ შეიძლება. პრეზიდენტმა თქვა რომ ჩემზე ზეწოლას ახდენდნენ. მე ვერ დავინახე ზეწოლის მომენტი. უშუალოდ რატო დარჩა მასშტაბი ახლა თუ გასაგებია რომ მესმის და რომ დამაჯერებელი შეიძლება იყოს ვიღაცისთვის ის რომ
პრეზიდენტის სიძეს ახლა შეიძლება უბრალო პოლიციის თანამშრომელმა პირდაპირ ვერ გაჩხრიკოს და მის ოჯახში გასაჭირად ვერ ჩავიდეს. და სადღაც გულისხმობაში ჯერა კიდეც რომ შეიძლება ყოფილიყო ზეწოლა. უბრალოდ როგორც როცა პრეზიდენტი ლაპარაკობს ამას მე ვფიქრობ რომ რაღაცა ტიპის დასაბუთება ამას ჭირდება. აი რა ტიპის დისკომფორტი შექმნა პრეზიდენტმა ხელისუფლებისთვის ამ განცხადებით არჩილ? ზოგადად პრეზიდენტი მოწოდებული არის ხოლმე ხშირად რომ ეს დისკომფორტების შექმნას და იაგოს ვეთანხმებით დაძაბულობის კი რაც არ არის სწორი. ანუ პრეზიდენტს თუ ავიწყდება რომ არის პრეზიდენტი და პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის რომ პარტიული ტიპი გახდეს და ასე შემდეგ ამ ყველაფერს უფრო ღია უნდა იყოს. მე ზოგადად მომხრე ვარ რომ ღია იყოს პოლიტიკური სექტორი და ამდენი რაღაცა ესეთი ჩახლართულობა ნაკლებად ახასიათებდეს და გახსნილობა პრეზიდენტს მეტი უნდა ქონდეს. დისკომფორტი არის იმითი რომ ის რაღაცნაირად იმეორებს იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს. მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას ცდილობს, რომ რაკიღამ იმის დამაჯერებლობა, რომ თქვა, შეცვლილია ნაციონალური მოძრაობა და აი გაკეთილშობილდნენ საზოგადოებას ნაკლები აქვს. მუდმივად ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აღმასრულებელს გულისხმობს ამ შემთხვევაში, აღმასრულებელ ხელისუფლებას დაასწროს ბრალი ისეთ რაღაცებში, რისიც ანალოგი გაიბმება ყოფილ მმართველ ძალას ნაციონალურ მოძრაობას. მაგალითად გამოხატოს როგორც ისეთივე მოძალადეები, პროკურატურა ისეთივე როგორც იყო, რომ არაფერი იცვლება და რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს ინსტიტუციები იგივე ტიპის სამუშაო სასამართლო ჭრალებში აგრძელებენ, რაც ადრე იყო. აი ამ დაახლოებას ცდილობენ და პლუს უმატებენ რაღაც აიმჯერ მახასიათებლებს, რომ არიან არაპროფესიონალები, უნაროები და ასე შემდეგ. რითიც მოქალაქის ცნობიერებაში უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ეს ორი ძალა არის აბსოლუტურად ერთნაირი. პლუს ოღონდ ეს კიდე ესენი ამასთან ერთად უფრო უმაქნისებიც არიან, რომ რაღაცნაირად გადახარონ ეს არჩევანი თავიანთ მხარეს. და აი ეს პოლიტიკური სტრატეგია, როდესაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, პრეზიდენტი სალბუნსადებს ხოლმე, ეხმარება თითქოს თავის და ნებით თუ უნებურად, რომ ნაციონალურ მოძრაობას აი ამ პოლიტიკური ტექნოლოგიების მართვაში ყოველთვის მხარს უბამს. იშვიათად მინახავს, რომ ეს ასე არ გაეკეთებინოს. და ის რაზედაც მუდმივად საუბრობს, მე ზეპარტიული სუბიექტი ვარ, მე ვარ მედიატორი და მე საზოგადოებაში ვარ იმისთვის, რომ პირიქით რაღაცა პროცესები დავეხმარო, ჩადგეს კალაპოტში და არ გადავიდეს რაღაცა კონტროლისა და რაღაც საზღვრებს ეთიკურ საზღვრები იქნება თუ სხვა მიღმა, ის პირიქით ამ ყველაფერს თვითონ ცდილობს. მეორე მომენტი, რასაც შეიძლება ახლა ცოტა ადგილი იყოს, მაგრამ მე ეს განცდა მაქვს ხოლმე და უბრალოდ გაგიზიარებთ, არის ის, რომ წინა პრემიერი ამ ღარიბაშვილის და თუ კი ვიტყვით აი ესეთი თუ კი ცალკე პოლიტიკურ სუბიექტებად ავქვამთ როგორც კონკურენტებს პრეზიდენტი და პრემიერი ღარიბაშვილი, იცით როგორ იყვნენ? აი პრეზიდენტი ყოველთვის გონიერებაში ჯობდა, ყოველთვის დაჩაგულად გამოხატავდა თავისი მშვიდობის ტრენდის როლს უფრო ირგებდა, ღარიბაშვილი უფრო ხისტი იყო და ამიტომ საიმჯო მახასიათებლები პრეზიდენტის სასარგებლოდ უფრო გადადიოდა თითქოს და ის ამასობაში როგორც კი შექმნა კერას და ღარიბაშვილი უფრო მკვახე ან ხისტი განცხადებებით გამოვიდოდა, იგებდა ძირითად შემთხვევაში ყოველთვის პრეზიდენტი საზოგადოებაში. მხარდაჭერას პრეზიდენტი უფრო იღებდა. ამიტომაც მისი პოლიტიკური ფიგურა ყოველთვის მეტ დადებით თვისებებს იძენდა ამორჩევლის ცნობიერებაში. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა. დღევანდელ პრემიერი კიდევ უფრო კონსტრუქციული აღმოჩნდა ვიდრე პრეზიდენტი, რასაც რითიც ცდილობდა თავისთავი გამოიხატა, აი პოზიციონირებდა რაღაცა მახასიათებლებით. დღეს ეს მახასიათებლები პოზიციონირების თქოს ართვა დღევანდელმა პრემიერმა, რომ ის უფრო კონსტრუქციული გამოდის, ის არ შედის პრეზიდენტთან ძიმე დიალოგში, ის არ ისვრის ისე ტექსტებს, როგორცაც თქვა ღარიბაშვილი ისრო და ან თუნდაც მანამდე ივანიშვილი და ასე შემდეგ, არა. და რაღაცნაირად განცდა მაქვს, რომ პრეზიდენტს არ მოსწონს, რომ აი ამ იმიჯში პირველ პირებში ყავს კონკურენტი დღევანდელი პრემიერის სახით. ის ცდილობს სტრატეგიის შეცვლას თქვენი აზრით. ის ცდილობს, რომ გამოხატვის თვალსაზრისით იმდენად ვეცვლის, ის უფრო ცდილობს პრემიერი დღევანდელი გამოიყვანოს ისეთი, ასე ვთქვათ, სიტუაცია შეუქმნას, რომ ის კონსტრუქცივიზმი, ის პოზიტიურობა, რაც დღევანდელ პრემიერს ახასიათებს, რითიც ის იგებს საზოგადოებაში, დააკარგვინოს, ასე ვთქვათ, გარკვეულ პროვოკაციებს უწყობს საიმისოდ, რომ ეგებ პრემიერმა ხელისქნება თუ ბრახუნი თუ ასე შემდეგ დაუწყოს, რომ ისევ დაჩაგრული საწყალ პრეზიდენტი გამოჩნდეს და უფრო ამაღლებული. აი, არის ესე იგი პოლიტიკური სცენარი თქვენი აზრით პრეზიდენტს იგივე აქვს, მას უნდა რომ თავი წარმოაჩინოს დაჩაგრულად და რომ დაჩაგრულად, კი, ეს სცენარი სახეზე არის, კი. თქვენ ასე ფიქრობთ. აი
იაგო, მე მაინტერესებს ერთია რა თქვა პრეზიდენტმა და მეორეა როგორ უპასუხა მას მთავრობამ. აი ეს ფრაზა რაც არჩილმაც მოიხმო, როგორ მთავრობამ მიგულისხმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ მისი ასე ვთქვათ, მეუღლის შვილის არარეგისტრირებული ქმრის ოჯახში მოხდა ჩხრეკა. ეს რა ტიპის განცხადებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს? იცით რა არის? მე ერთ ნაწილში, ანუ იმაში რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა თუ რას გულისხმობდა პრეზიდენტი, ვინაიდან პრეზიდენტისგან ვერ გავიგეთ ჩვენ რას გულისხმობდა კონკრეტულად. ამაში არაბუნებრივს ვერაფერს ვერ ხედავ. ხო, გავიგეთ რა მოხდა ჩხრეკა ჩატარდა. კი, ჩხრეკა ჩატარდა. მეორე საკითხია ვორდინგი. იდეაში მე ვფიქრობ, რომ ეს მოვიდა ახლა ზედმეტი პოლიტკორექტულობისგან არარეგისტრებულ ქორწინებაში მყოფი არაფერს არ ნიშნავს. ეს არის ოქსიმორონი ჩვეულებრივად ქორწინება. ქართულ საზოგადოებაში არარეგისტრირებული ქორწინებით უნდოდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნეგატიური ფონის შექმნა პრეზიდენტის ოჯახზე შეიძლება არ უნდოდა, შეიძლება არ უნდოდა, მას უბრალოდ მე ურჩევდი, მაგალითად ეთქვათ პირდაპირ მეუღლე, იმიტომ რომ ამას გულისხმობდნენ. და არავინ არ შედიოდა ახლა იმ დისკუსიაში ეს მეუღლე რეგისტრირებული იყო თუ არარეგისტრირებული იყო. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თავისთავად ალბათ მოიაზრეს რომ მეუღლე არის, უბრალოდ იურიდიულად თვითონ გამართეს და მიიღეს სისულელე, რომელიც რაღაც ბუნებაში არ არსებობს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი. ქორწინება რეგისტრაციით ხორციელდება. შესაბამისად, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი არაფერს არ ნიშნავს. თუ უნდათ ის გაესვა ეს საყვარლები კი არ იყვნენ, არამედ მისი მეუღლე იყო, პირდაპირ უნდა ითქვათ მეუღლე. მაგრამ ამას ახლა ჩემთვის რა ვიცი, მაინც რო გითხრათ რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს მეთქი არა. პრინციპული მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ზოგადად რომ გავიგეთ თუ რაში იყო საქმე. ქსელებში გუში როგორც პრეზიდენტი განიხილებოდა, ასევე მეორე ნაწილში დღეს უფრო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი განიხილებოდა. ანუ სასაცილო იყო ზოგადად, მართლა სასაცილო იყო ხა, ჯერთი აი რაღაცა ზედმეტი პოლიტკორექტულობა, არ ვიცი ხა შეიძლება ვიღაცა ირონიად ჩადო ამაში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, როდესაც ძალიან მარტივად შეიძლება ითქვათ, რომ მეუღლე იყო მისი და ანუ არავინ ან ხაზი გაესვათ პირიქით რომ ის მეუღლე და არ ითვლება და შესაბამისად სამართლებრივად ისტორიკას თქმა უნდა და ამით შინაგან საქმეთა სამინისტროს. აი ეს ვერ მგონი ვერავინ მივხვდით. არაფერს ანუ იმის მე მგონია რომ ერთი რა არის შეიძლება საქმეში თუ რეგისტრაცია არ არის სამართლებრივად მაშინ მე ოჯახის წევრად არ ჩაითვლება, ხო? ან ეს უნდა თქვა რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრი არაფერ შუაში არის თუ კი მის შვილის მეგობარს გულისხმობენ და არა მეუღლეს. აი რაღაცა გაუგებარი განცხადებები. მე მგონია რომ ფლატ ასეთ სიღრმეში არ შევიდოდი მე მგონია რომ უბრალოდ ორი ვარიანტი იყო ერთი რომ გაევითომ დაცინეს რაღაც ამ თვალსაზრისით და ძალიან დისკრიმინაციული რაღაცა თქვეს რომ თქვათ ადამიანი არ არის მისი ცოლი და რაღაცა ან მეორე უბრალოდ უნდათ რომ რაღაც პოლიტკორექტულად ეთქვათ და ამავდროულად იურიდიულად გამართულად ვინაიდან იურიდიულად არ იყო მეუღლე ჩათვალეს რომ ისე მეუღლის თქმა არ შეიძლებოდა ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთია მე მგონია რომ ძალიან მარტივად ჩვენ რაღაცა რეგისტრაციით არ წარმოიშობა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში მეუღლეობა მეც ყავს მეუღლე მაგრამ რეგისტრირებული არ ყავს არარეგისტრირებულ მეუღლეებს არ ვეძახით ერთ ყველამ ჩემმა სამეგობრომ და მე მგონი სხვა რადიოშიც კი ვაპარაკობ რომ ყავს მეუღლე ხო ან არ არის ასეთი რაღაცები საჭირო სადაც თავს იჩენს გასამეს ეს სამართლებრივი დავა სადმე თუ ხო მაგრამ ნუ ეს იყო ეს არ იყო ამდების პრეზიდენტმა აღიქვა ეს ადამიანი ოჯახის წევრად აღიქვა პრეზიდენტმა და ეს დაზუსტება მე ვფიქრობ מחვილები არ იყო საჭირო იაგოს მეთანხმებაში გასაგები უსარგებლო. მე მინდა რომ აი დღევანდელი დაზუსტება კიდევ ერთხელ წავიკითხოთ პრეზიდენტის პრესდივანმა რა თქვა. პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრთან დაკავშირებულ ინციდენტზე ჯერ კიდევ 10 დღის წინ, იმიტომ კი არ ჩააყენა პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრის საქმის კურსში, რომ დახმარებას ითხოვდა ამ კონკრეტულ საქმეში. არამედ იმისთვის, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში მისი გვერდის სავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ. აი თქვენ თქვით, რომ პრემიერსა და პრეზიდენტ შორის სივრცეების გადანაწილების პროცესში რაღაცა სხვა ტიპის ბალანსი იკვეთება, ხო? ახალი პრემიერის შემდეგ. აი ხა თითქოს პრემიერი გამოთიშა პრეზიდენტმა ამ ადრესატებიდან, ვისაც მან გუშინ თავისი განცხადებებით დაარტყა. რატომ? ამავდროულად აი ამ პრემიერის გუნდში ცდილობს დეზორიენტაცია შეიტანოს, რომ ასე ვთქვათ, გუნდურობის დარღვევის პერსპექტივა შექმნას, ამაზე უფრო ხედავ მე ამას გათვლილს, რომ ახლა პრემიერს ვიღაცა ბოდიშარბონზე უჩალიჩებს გვერდით ყოფების, შესაბამისად რაღაცა პრემიერი ეჭვებში ჩავარდეს და რაღაცა რღვევა. იმიტომ რომ ეს პოლიტიკურადაც ყოველთვის პოლიტიკური ოპონენტებისთვის მომგებიანია ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტში, თუ კი ერთიანობის ნაცვლად რღვევას ან შიდა აშლილობას აჩვენებს.
ამომრჩეველი ყოველთვის სტაბილურ გუნდებზე აკეთებს აქცენტს და ამიტომაც ხშირად იქ ორი კაცი სადღაცა პარტიიდან წავა და გავა მე დღის ამბავად რომ აი მორჩად ტოვებენ იმას რა ქვია პარტიას რომ აი ეს აჩვენონ რა რომ აი იშლება რაღაცა გრევის პირასა და ასე შემდეგ. ამიტომ პოლიტიკური გუნდური სტაბილურობები პოლიტიკური სუბიექტებისთვის აუცილებელია და ახლა თუ ცდილობს რომ ერთი მხრივ შიგნით გამოიწვიოს დისონანსი პრეზიდენტი ცდილობს თუ ცდილობს რომ პრემიერის გუნდში დისონანსი გამოიწვიოს ან მეორე მხრივ აჩვენოს რომ პრემიერის კონტროლის მექანიზმები არ აქვს საკმარისი ანუ რას ნიშნავს როცა პრემიერის მალულად ხდება რაღაც ისე პრემიერი რაღაცას ვერ აკონტროლებს ბოლომდე ხო შესაბამისად რამდენიმე კურდლისკენ ისვრის და რომელიღაცა შეიძლება გაარტყას შეიძლება ვერც გაარტყას ეს უკან დახევის მცდელობა დღეს არ იყო იაგო თქვენ როგორ აღიქვით აი დღევანდელი დაზუსტება გაღრმავება კონფლიქტის თუ პრემიერი რახან გაწია გვერდზე პრეზიდენტმა დათბობის მცდელობა ისევ მოგეთ მე რას ვარკვევ ეს წამოცდენა იყო გუშინდელი თუ შეგნებული და გააზრებული განცხადება ჩვენ აქ მართლა არ ვსჯელობთ იმაზე პრეზიდენტის შვილს ყავს თუ არა რეგისტრირებული ქმარი ან რაიმე სხვა ტიპის ეს თემები ჩვენ აქ არ გვაინტერესებს ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს პრეზიდენტს არჩეულ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მოქალაქეს აქვს თუ არა საფრთხე მისი პოლიტიკური თქვათ ხედვების გამო აი ამას ვარკვევთ მხოლოდ აქ აი რა იკვეთება უკვე დღევანდელი დაზუსტების მე სიმართლე გითხრათ რაც ვაკვირდები პრეზიდენტის საქმიანობას პოლიტიკურ ხედვებში განსხვავებას ვერ ხედავ მართლა მე მგონია რომ რაღაც არის ადამიანური გაუგებრობა ვიღაცა ორმა ადამიანმა ვერ გაუგო ერთმანეთს მაგალითად ბატონმა ბიზნესმენიშმა და ბატონმა პრეზიდენტმა რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ მათ შორის არ გამოვიცხავ იმას რომ სადუნამ დაარიყო პრეზიდენტი აი ყოფილიყო თავარი კონფლიქტის წარმომშობი მიზეზი აქვს დანარჩენი აი რა ყოფილა ისეთი ქართულ საზოგადოებაში პრინციპული საკითხი სადაც რაღაცა პრეზიდენტის სიტყვას ქონოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და მას ქონოდა რაღაცა გადამწყვეტად რაღაცა ისეთი პოზიცია რომ ამან შეცვალა ის რეალობა რაც იყო ანუ ფაქტობრივად ეგეთი რაღაცა როცა საჭიროა ისინი ხო თანხმდებიან ერთმანეთს როცა პრინციპული საკითხია მაგალითად ახლა აგერ აჭარის თავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ხო შეთანხმდა ხო წარადგინა პრეზიდენტმა ის ვინც უნდა წარედგინა მაგალითად სხვა ისეთი კანდიდატურები რომელიც პრეზიდენტს უნდა წარედგინა და ანუ რაღაცა სადაც ვეტო არ იყო მაგალითად მაინც და მაინც სასურველი ოპოზიციისთვის იმ შემთხვევაში ხო დაათმო პრეზიდენტს ანუ მე ვფიქრობ რომ რაღაც არის უფრო პოზის მომენტი რომ რაღაცა პრეზიდენტს უჭირავს პოზა რომ რაღაცა დგას თითქოს არის განსხვავებული უფრო პრადვინუტი და უფრო უკეთესი ბოდიშით ჟარგონისთვის თუ რაღაც ბარბარიზმისთვის როგორც არის. ამიტომ მე არ მგონია რომ ვინმეს ამე საფრთხე ემუქრება. ფაქტია რომ პრეზიდენტი არ მოწონთ, ეს ფაქტია და პრეზიდენტიც იკრებს პოლიტიკურ ძალებს თავის გვერდზე. ეს ტენდენცია ჩანს, იმიტომ რომ მისი მრჩევლები არიან პოლიტიკოსები, ხო, ვინც ბოლო პერიოდში აშკარად აქვთ მიდრეკილება პოლიტიკური განცხადებებისკენ, არიან მოქმედი პოლიტიკოსები და პოლიტიკიდან გადაბარგებული ხალხიც, ხო, ბოლოს და ბოლოს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ რეალობა, რა რეალობაც გვაქვს ერთი გუნდი მთავრობაში, მეორე გუნდი პრეზიდენტი, რომელიც ჯერ გუნდი არ არის, მაგრამ აკეთებს რაღაც გუნდს, ახლა რა გამოვაკედან ამას ნახავთ, მაგრამ ჯერჯერობით ფაქტორობა შენების პროცესია და ეს ორი გუნდი პოლიტიკურად ებრძვის რაღაც თვალსაზრისით ერთმანეთს. ერთმა უნახავს სუსტი წერტილი წინა საარჩევნოდ, უზენაეს სასამართლოში დაძაბული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაღაცა აწეული ტემპერატურა და დაარტყა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ეს ყველაზე ნაკლებად აწყობდა მთავრობას. მერე პრემიერი ცდილობს რომ შეარბილოს ეს ნაწილი, ამბობს რომ ზად არის შესახვედრად და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ამიტომ ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა გვაქვს. არაფერი სხვა არ ხდება. რეალურად ეს არის პოლიტიკური ბრძოლა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. მე რა რომ ორივე მთავრობაში ამ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. აი, საინტერესო რამ თქვით, რაც მინდოდა მე რეალურად კითხვა დამესვა, იკრებს ირგვლივ რაღაცა პოლიტიკურ ძალებს და ცდილობს პოლიტიკურად საკუთარი პოზიციონირების მომაგრებას. თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი ემზადება შემდეგი არჩევნებისთვის, ეს რისთვის ჭირდება? ის ჩვენ ვიცით, რომ მოვიდა ქართული ოცნების მხარდაჭერით, შემდეგ თავისივე ნებით დარჩა მარტო და შემდეგ გუნდი თავისი რჩევლების თვალსაზრისით შეადგინა. თუ არა მარტო ჩვენ კარგად არ ვიცით. მე არა ვარ ამაში დარწმუნებული, რომ რაღაცა ძალიან დიდი სურვილი ქონდა გიორგი მარგველაშვილს, რომ მარტო ყოფილიყო და რაღაცა გუნდი ეშენებინა. მას არ უთქვამს, რომ პოლიტიკიდან მიდის არჩევნების სამოწურვის მერე, შესაბამისად რატო უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ მას ხელმეორედ უნდოდეს რაღაცის მიღწევა, შეიძლება არ იყოს პრეზიდენტობა, შეიძლება იყოს საპარლამენტო არჩევნები. ვისთან ფიქრობთ მას თანხმდროს ამ ეტაპისთვის უფრო მეტად, საჩანს კვეთები? ნებისმიერ შემთხვევაში ხომ ფიქრობ, რომ კითხავობა იქნება, მე რაც არ უნდა ვთქვა, ჩვენ ზუსტად გვაქვს ინფორმაცია, ვინ არის მისი გუნდი.
ამ წუთის მოცემულობით, ვინც მუშაობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასეთი ხალხი საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე ადამიანია და ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტს ახასიათებს პოლიტიკური განცხადებები, რაც მიგვანიშნებს იმისკენ, რომ ის არაპირებს პოლიტიკიდან წასვლას ვადის გასვლასთან ერთად. რაც აბსოლუტურად ლეგიტიმური სურვილია ხა ჩვენ დაუწოდოთ პრეზიდენტს წავიდეს იმიდან. ბუნებრივია ჩვენ როლთ ახლა თან ერთი ვადის მერე მოხერხული მაინც იქნება ორი ვადის მერე მოუწოდოთ კიდე რაღაცით შეგვიძლია დავასაბუთოთ თქვათ რომ რაღაცა სხვებმა გააკეთეს ასე და პრეზიდენტიც კარგი იქნება თუ ასე ისმის. პირველი ვადის მერე მოუწოდოთ მე მომთლათ ადეკვატური არ იქნება. ამიტომ ფაქტი გვაქვს ესეთი რომ და მის გუნდში უკაცრავად აი არის ვინ მახსენდება თქვათ ფიქრეთ ჩიხრაძე ახალი მემარჯვენეებიდან მახსენდება თქვათ ვანო მაჭავარიანი რომელიც არ არის ამ წუთში აფილირებული თუ არ ჩავთვლით მას მიხეილ მაჭავარიანს ნაციონალურ მოძრაობასთან ასე არ არის პირდაპირ აფილირებული არის ნათესავი თუ შეიძლება ასე ითქვას ოჯახის წევრი თავისუფალი დემოკრატების არის აი რას გულისხმობთ აი რომელ პოლიტიკურ ძალებს გულისხმობთ მე მგონი თქვენ ჩამოთვალეთ რა პოლიტიკურ ძალებს კონკრეტულად არ გულისხმობ ხა ძალიან პოლიტიკურ ძალებთან პრეზიდენტთან თანამშრომლობა ხა ცხადია რომ არც გირჩი არ გამორიცხავთ მაგას და მე მგონი პარტია არ არსებობს რომელსაც პრეზიდენტთან თანამშრომლობა უნდა გამორიცხოს და აი არ დაჩვენოს თანამშრომლობა ერთია ადმინისტრაციაში მუშაობა მეორე ხო ცხადია უბრალოდ ის სიკრებს ამ ძალას მათ შორის ჩვენ ახლა ტენდენციებს გვაჩვენებს ვის დასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებადაც რაღაცა ტიპის ტენდენციებს ეგეც გვაჩვენებს აი საიტკენ მიდის იმიტომ საკონსტიტუციო სასამართლო მაინც ახლოს დგას პოლიტიკასთან ხა ეგეთი განცალკევებულის არ არის რა ქვია პოლიტიკისგან ასევე ნელ-ნელა მე ვფიქრობ რომ დაიწყებს პრეზიდენტი თავისი გუნდის აშენებას მე რაღაც ინფორმაციები მაქვს რომ კიდევ ვიღაცებთან არის მოლაპარაკება უბრალოდ ხა ტორის დონეზე არ მინდა ამაზე ლაპარაკი აი იგივე თემას თუ შეიძლება რომ მარჩილის აზრით ვითხოვო რას აპირებს პრეზიდენტი და რა ჩანს ამ წუთში მისი გარემოცვიდან გამომდინარე მეც რაღაცნაირად ისეთი შევარდება რომ ყველა პოლიტიკური ველი რაც საქართველოს შეიძლება იყოს ცდილობს იქ რაღაცა თავისი სახლი თუ ქოხი ააშენოს ანუ იქ ხან ეგეკლუცება ნაციონალებს და ხან ეწინააღმდეგება ხან ეგეკლუცება ოცნებას და ხან ეწინააღმდეგება ხან რაღაც ავტონომიურიც მოჩანს მომენტებში აქტიურდება ხოლმე პრეზიდენტი აი რამდენი 3 წელია პირველ წელს პრეზიდენტს არ ხილვადიც არ იყო რაღაც მეორე წელს დავიწყეთ რომ რაღაცა მოსმენა დავიწყეთ ასე ვთქვათ და მე რაღაცა გავიხედავთ განცხადება შემოაგდებს გააქტუალურდება პრეზიდენტი ტრიალებს მედიაში ახალ მოვლენებს ქმნის ფიქრობთ აი ახლა გუნდები გაშტება 2 წლის წინაც მქონდა მაგაზე მე ასე ვთქვათ საუბრები გადაცემებში შეკითხები ჟურნალისტებისგან რომ აი ახლა ხო არა ქმნის გუნდს მე მინელდებოდა აქ ორი ვარიანტია ან ის ვერ ახერხებს ჯერ ვერ აბამს თავს ან არ ყოფნის შესაძლებლობები რომ ეს პოლიტიკური გუნდი შექმნან პოლიტიკური პლატფორმა შექმნან და თან თუ პოლიტიკური პლატფორმა შექმნის ესე პარტიული სუბიექტი ჩამოვა ქვევით და სტანდარტულ პოლიტიკურ სუბიექტად გახდება და ან ამ ორი მიჯ შორის არჩევანს ვაკეთებს ან ადამიანური რესურსები საქართველოში ძალიან ასე ვთქვათ ცოტა ასე მარტივად არ არის ყველა პოლიტიკური პარტია იხვეწება ადამიანებს ჩვენთან ხო არა ძალიან ცოტანი ვართ რეალურად არა ამიტომაც ეს ადამიანები ვინც გააქტიურდება იმათ შეიძლება ვერ თავაზობდეს ისეთ პერსპექტივებს რაც შეიძლება სხვა პოლიტიკური პარტიები თავაზობდნენ და ადამიანების მოზიდვა შეიძლება უჭირდეს მესამე მხრივ შეიძლება პრინციპულად აკეთებდეს ასე რომ 3 წელი თუ 2 წელი რაღაცა პერიოდი იყოს დროდადრო აქტუალური პრეზიდენტმა აქტუალობა არ დაკარგოს რომ მან წონა უფრო და უფრო მოიმატოს ხლა იაგო თქვა რომ ის გადამწყვეტი ფუნქცია არ ქონიაო მაგრამ კი გადამწყვეტი არა მაგრამ სამაგიეროდ 3 წლის წინ პრეზიდენტი პირს რო გააკეთდა ყველა იცინოდა რა ესაქმებაო ხომ და დღეს მას ყველა უსმენს და დღეს მას ყველა მე მგონი ცოტა გადამეტებული ნათქვამია მაინც კი ბატონო დღეს მას ძირითადად უსმენენ სერიოზულად აქვამენ შეფასებებს აკეთებენ და ასე შემდეგ და შესაძლოა უფრო ფინალისკენ მოიტოვოს რომ აი მე გუნდიც აი ასე ვთქვა წარმოადგინოს თუ ამას შეძლებს ანუ ორი აზრამდე მივიდივართ გუნდი თავისი თუ მაინც ფიქრობთ რომ რომელიღაც გუნდთან დაბანაკდება ჯერ გაურკვეველია პროცესი უჩვენებს ხო პროცესი აჩვენებს თვითონ ცდილობს ერთი მხრივ ლავირებას მეორე მხრივ რაღაცის შექმნასაც საერთოდ ჯანში მეგონი არც ლავირება გამოსდის და არც შექმნა ჯერჯერობით მაგრამ აქტუალობას და წონას იმატებს ეს ფაქტი აი ძალიან დამატება გნებავდა. ხო, ნუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ წონის მომატებისთვის თავარი კომპონენტი არის პოზიციის ქონა, გამჭვირვალე, ან გადამწყვეტი პოზიციის ქონა რაღაც კონკრეტულ საკითხს, სოფხედველობის ჩამოყალიბება. მე სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ამ სოფხედველობას თანმიმდევრულად ვერ ვხედავ. ჩვენ ვიცით რაღაცა, თქვა, მიხეილ სააკაშვილის სოფხედველობა ვიცით რაღაც დონეზე, ბიძინა ივანიშვილის სოფხედველობა ვიცით, მაგრამ რა ვიცი, ხა მისი რა ქვია, მარგველაშვილის სოფხედველობა რაღაც კონკრეტულად და თანმიმდევრულად მე არ ვიცი, შეიძლება რაღაც იყოს და ვიღაცებს
ამ რაღაცა ეზოთერულ ცოდნასთან ხელი მიუწვდება, მაგრამ ზოგადად მე არ მიუწვდება ხელი მართლა. ბატონო, მის პრეზიდენტად რომ მიყრიდა კენჭს, თქვენ არ შეგექმნათ ჩამოყალიბებული წარმოდგენა? რა პლატფორმაზე დგას? მაშინ მithumetes რთული იყო ეს ამის შექმნა და მე მგონია რომ დღესაც არ არსებობს რაღაც კონკრეტული საკითხი, სადაც პრეზიდენტი არის თანამდებრული და რაღაცებს ისე აკეთებს, როგორც რო ჩვენ დავინახოთ რაღაც ტენდენციები, მემარჯვენეა პრეზიდენტი, მემარცხენეა, ცენტრშია, კომუნიკაციების კუთხითაც რა პარადოქსული სიტუაცია წამიდგენთ, ის არის მეგობარი ლევან ვასაძის, თან ხვდება ხოლმე ქართულ ოცნებასთან და ეფერება ნაციონალურ მოძრაობაში სიტყვებით ასე. აი დღეს მან დაარტყა პირადად კახა კალაძეს. კი. როგორც ოცნების შტაბის უფროსს. რომ აუცილებლად უნდა გახდეს ცხადი რა როლი ქონდა მას კორცხელის ინციდენტში დაეთანხმებოდით მას ამ განცხადებაში? მე ზოგადად დავეთანხმებოდი განცხადებას, რომელიც იტყვის, რომ ხელისუფლებას რა როლი ქონდა კორცხელის ეპიზოდში გამოსაკვლევია. გინდა კახა კალაძე იყოს ეს და გინდა სხვა ვინმე. რამიშო თუ პრეზიდენტი თulis რომ რაღაც ინფორმაცია აქვს, რომ მაინც და მაინც კახა კალაძე არის, მეც მაგ ინფორმაცია აქვს ჭორების დონეზე, თუ რამე კონკრეტული ინფორმაცია აქვს, კი ბატონო, მაგრამ ბატო კალაძე რატო? იქნებ სხვა იყო, იქნებ კალაძესთან ერთად პრემიერიც იყო, იქნებ შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო, იქნებ სასამართლოს თავმჯდომარეც იყო, იმიტომ რომ ეს ხალხი გარეთ დადის, ვინც მონაწილეობა მიიღო, რატო კალაძე მაინც და მაინც. ანუ თანამდებობრივად კალაძეზე მეტად სხვას ეკუთვნის მაგ საქმის გამოძიება, დაკავება, დაჭერა ამ ხალხს, მარტო კალაძე რატო? სხვებმა რა დააშავა. აი დღეს მოყოლებული ეს კონკრეტიკა. ეს დღეს მოყოლებული ეს კონკრეტიკა გუშინდელი განცხადების გაგრძელება არის, რაღაცნაირად შენარჩუნება აქტუალობის. ბუნებით გვიანია, მე მგონი. პრეზიდენტ შეიძლება კალაძე არ მოწონს, მაგრამ ზოგადად ეს ხო არ არის ახლა მთავარი თემა. მთავარი თემა არის, რომ პრეზიდენტმა მგონია რომ კალაძეს ერთად დააყენოს თანამდებობრივად ვისაც ევალება ამ საქმის გამოძიება, იმის პასუხისმგებლობის საკითხიც. ასე უფრო გასაგები იქნება ჩემთვის. კალაძეც იყოს თანამდებობრივად ვალდებული პირი, ვალდებულია გამოიძიოს ეს საქმე და კალაძის როლიც თუ იქნება ცხადია კალაძეანს უნდა აგოს პასუხი ბუნებრივია. ნუ აქ მე ვფიქრობ რომ ესეც პოლიტიკური სვლა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ პრეზიდენტის მხრიდან ძალიან გონივრულია დაარტყას პრემიერს და კალაძეს, იმიტომ რომ მათი იმიჯი საზოგადოებაში საკმაოდ დადებითია. და რაღაცა გონია რომ თუ კი ღარიბაშვილს დაარტყამდა და მე ღარიბაშვილს წამოაცდენებდა რაღაცებს დამითი თვითონ იგებდა პრემიერთან და კალაძესთან იგივე ინსტრუმენტი მე მგონია რომ თავის აწინააღმდეგოდ უფრო შემოტრიალდება და საერთო ფონსაც რო გადახედოთ საზოგადოების მსჯელობას ხომ ჯერ ეს გვიანი თემების წამოწევა თუ ძველი თემების ну ეს კორცხელის თემაზე საზოგადოებრივი პოზიციები დასრულებული ანუ არის ვიღაცა ვინც სახელმწიფო სექტორს ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას ადანაშაულებს თქვათ იგივე კალაძეს ადანაშაულებს არ ვიღაცა ვინც ნაციონალებს უხსენებს სხვა შემთხვევებს არ ვიღაცა ვინც ამბობს რომ რაღაცაში ვერ მოახერხებს სხვადასხვა პოზიცია არის და ამ პოზიციებში სიახლის შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელია თუ კი რეალურად სამართალ წარმოება არ მოყვება ამ პროცესს დანარჩენი განცხადებები არის ქარში ასე ვთქვათ ჰაერში გაფრენილი განცხადებები და პოლიტიკურად სრულიად გაუგებარი ამიტომაც თუ პრეზიდენტს უნდა ეს ყველაფერი სამართალ წარმოებს აი წმინდა მოვლენების მართვის კუთხით გადაწყვიტოს მაშინ ცოტა უადგილო ადგილია ეს ანუ მაშინ შემთხვევაში პოლიტიკური ნაბიჯისთვის შეიძლება იყოს ადგილი პოლიტიკური ნაბიჯისთვის კიდე მგონია რომ პრეზიდენტი არასწორად ირჩევს სუბიექტებს ვისაც უნდა დაარტყას ამით ის ვერ მოიგებს კალაძის დარტყმით პრეზიდენტი ვერ მოიგებს როგორც პოლიტიკოსი პრემიერის კვირიკაშვილზე დარტყმით ის ვერ მოიგებს არიან ცალკეული სუბიექტები ქართულ ოცნებაშიც რომელიც საზოგადოებაში ნეგატივით სარგებლობენ და იმათ რომ დაარტყა შეიძლება მისი იმიჯი ამით უფრო ამაღლდეს მაგრამ რასაც ის განცხადებს აკეთებს ამით მგონია რომ აი ჩვენ რა თქმა უნდა პოლიტიკური ველის სულ სხვა გვექნება ოქტომბრის ბოლოს და უფრო თავამაც შეგვეძლება ვისაუბროთ რა შეიძლება მოხდეს უკვე საპრეზიდენტო არჩევნებისკენ უკვე რაღაც სხვა სურათი დაიდება ბუნებრივია და სავარაუდოდ ოცნებას თავისი კანდიდატი ეყოლება მარგულაშვილი უნდა მოიფიქროს რა სიზამს მომავალი არჩევნებისთვის მაგრამ აი ფინალში მინდა კითხოთ არ არის ბევრი დრო ერთი წელი. რა ექნება სათქმელი მას ამ ორჩევლისთვის? ოცნება მასზე პასუხისმგებლობას აღარ აიღებს, მას მოუწევს რომ საკუთარ თავზე თქვას რა გააკეთა არჩეული პერიოდის აი ამ მთელი თავისი ვადის განმავლობაში. რა აქვს მას სათქმელი იაგო? პრეზიდენტს? დიახ, ამ დრომდე გაკეთებული საქმეების თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში მე მგონი უცბად გამჭირდება ამასთან დაკავშირებით Google-ი თუ დამეხმარება რამეს, თორემ მე მგონია რომ ეგრე როლის თვალსაზრისით გასაგებია რომ ინსტიტუციურად მას არ აქვს ის შესაძლებლობა მის ანგარიშზე ამ ეტაპისთვის ითვლება რამდენიმე დადებული ვეტო რამდენიმე ვეტოსთან გამოთქმული შენიშვნა და ზოგიერთი გასაგები ზოგიერთი გაუგებარი შენიშვნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მას მოუწევს პირველ რიგში თქმა იმისი რომ მან დაანიშნა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები
ვინც წარადგინა. თუმცა აქ რამდენად იქნება ეს საამაყო, ამას რო გვაჩვენებს. საერთოდ მე მგონი ყველაზე დიდხანს ამ მარგველაშვილის შემოქმედებიდან რაც დარჩება ქართველ ერს, ეს იქნება მოსამართლეები, რომელიც მან წარადგინა უზენაეს სასამართლოში და ის დანიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც. მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეც. აქედან ახლა რამდენად იქნება რომელიმე საამაყო, ამას დრო გვიჩვენებს. დანარჩენი სიმართლე გითხრათ, ჩვენ მაინც არა ვართ ის სუპერ საპრეზიდენტო ქვეყანა, სადაც რაღაც პრეზიდენტს რამე განსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ საერთოდ მნიშვნელობას ადამიანები ხშირ შემთხვევაში თვითონაც აძლევენ საკუთარ თავს. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი თანამდებობები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მნიშვნელოვანი გახდა მის მერე, როდესაც ისეთი ფიგურები მოვიდნენ, რომელიც რაღაცებს ცვლიდნენ. მაგალითად უშიშროების საბჭოს მდივანი, თქვათ ჰენრი კისინჯერი, როგორც კი დაინიშნა თანამდებობაზე, ეს თანამდებობა გახდა სხვანაირი. მანამდე ჩვენ არც ერთი თანამდებობის პირი არ ვიცით, მაგრამ კისინჯერი ვიცით. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტ კისინჯერზე მეტი შანსი აქვს, პრეზიდენტია ბოლოს და ბოლოს და მას შეუძლია მით უმეტეს ესეთ დაძაბულ პოლიტიკურ ველზე, როგორც საქართველოშია, რაღაცა როლი აიღოს თავის თავზე. თუმცა მე სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ასეთ როლს ვერ ვხედავ. მე ვერ ვხედავ იმას, რომ პრეზიდენტმა რაღაც დაიწყო და ბოლომდე მიიყვანა. მაგალითად, თქვა, რომ რაღაცა მე არავის არ გავავრცელებიებ პირადი ცხოვრების კადრებს ჩემს მოქალაქეებზე. მაგრამ მე რა მოიკარგა ეს სიტყვა, არაფერი გაგრძელება ამას არ მოყოლია, ასევე მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ სიტყვას პრეზიდენტისას, რომელსაც ქონია არა რაღაცა სამუდამო მნიშვნელობა, არამედ ერთწლიანი მნიშვნელობა მაინც. როგორც წესი პრეზიდენტის სიტყვას აქვს ერთკვირიანი მნიშვნელობა. ეს არის მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, მარგველაშვილის. გავა ერთი კვირა და ჩვენის განცხადება არ გვემახსოვრება. მანამდე კიდე რაღაცას ისე ჩააზუსტებს, რომ ის ხალხი, ვისაც ახლა უხარია პრეზიდენტის ხარდაჭერა, გადაიფიქრებს მის ტირაჟირებას კიდე, იმიტომ რომ რაღაცას ისეთ სიტყვის, რომ არც იმათ არ ასიამოვნებს ბოლომდე, მოკლედ რომ ესე რომ ვთქვათ, ანუ ბოლომდე არავის არ შეარგებს თავის ხარდაჭერას. აი ესეთი პოზიციები აქვს და ვფიქრობ, რომ აქედან რა უნდა დარჩეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ეგეთი რაღაცები ხო არ რჩება ხოლმე როგორც წესი. ჩვენ გვახსენდება რაღაც ისეთი მკვეთრი ნაბიჯები, პრინციპული ნაბიჯები და თანმიმდევრული ნაბიჯები ადამიანების. ახლა თუ ამას არ გავაკეთებთ, არავისი არაფერი არ დარჩება, პრეზიდენტი კი არ ვიცი, გინდა ის იყოს. არჩილ. მე ცოტა პოზიტიურად ვეცდები რომ რაღაცა შევაფასო, ხომ პირადად ჩემთვის რა დარჩება, ხო ის ცნობიერებაში ვერ გეტყვით. მე მაინც ვიტყვი რომ თუ რაიმე ძალიან არ გააფუჭა, ასე თქვა დარჩენილ დროში. ჩემს საბოლოო შეფასება შესაძლოა იყოს ასეთი, რომ პრეზიდენტმა მაინც მოახერხა იმ სიახლის შეტანა ქართულ საზოგადოებაში, რომ ავად თუ კარგად შეცდომებით თუ სწორიცებით, მაინც ესეთი ძალიან პოლარული საზოგადოება, სადაც ყველა ცალ-ცალკე იყო დაშლილი, რაღაცა მედიაციის, თუნდაც ფსევდომედიაციის, მაგრამ რაღაცა ლავირების საშუალება, რაღაცა მედიაციის ხერხები შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში და მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ის ტემპერატურის მართვას მეტნაკლებად მაინც ახდენდა. ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ მე მას, ძალიან ბევრ შეცდომას ვხედავთ, რომელიც ძალიან მკაფიო შეცდომებია, მაგრამ მე მგონია, რომ მარგველაშვილმა საერთო ჯამში პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური ამინდის კუთხით დადებითი პათოსი შემოიტანა ქართულ. მე ვთვლიდით დადებითი მას. მე მაინც ვიტყოდი, რომ ბოდიშიაგო იმ კუთხით, ან ეს ძლავრი რაც შეიძლება ყოფილი, რაც შეიძლება გაკეთებულიყო მის გარკვეულ პრეზიდენტისაგან, რაც იაგონ თქვა აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ იმ შესაძლებლობებში რა გამოცდილებაც ჩვენ გვაქვს, რა რესურსებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და რაც შეიძლებოდა საქართველოში ყოფილიყო საერთო ჯამში, მე პრეზიდენტის ძალიან მოღვაწეობას მაინც უფრო დადებითად შევაფასებდი, ვიდრე უარყოფით. მე ვიცი ერთი რაღაც, რაც ზუსტად დარჩება, სხვათა შორის დიდხანს ვიკავებდი თავს ამის თქმისგან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ ეგ თქვა, რაც დარჩება აუცილებლად პრეზიდენტის საქმიანობაში, ეს არის რომ მან აგრარულ უნივერსიტეტში ჩამოართვა ავტორიზაცია. რომ მან კახა ბენდუქიძეს ჩამოართვა ავტორიზაცია როგორც განათლების მინისტრმა. მას მოუწევს, ჩემი აზრით, ამის ახსნა, ან ამის მობოდიშება, უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ის ადამიანი, რომელიც ბოდიშს მიიღებდა, სამწუხაროდ ჩვენს გვერდით არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს ექნება მთავარი პრობლემა პრეზიდენტს. მას შემდეგ რაც მეორე ვადით დაიწყებს. ამდენად მასობრივი ცნობიერებისთვის აიგ ვერ გეტყვით. 2000 სტუდენტში. თან ეგ თემა მაინც რაღაც მომენტებში საკამათო შეიძლება იყოს. არა, საკამათო ზუსტად არ არის საკამათო, იმიტომ რომ ზუსტად ერთ კვირაში დავიბრუნდეთ ისე რომ არაფერი არ გავუკეთებია, მაშინ მე ვიყავი წარმომადგენელი ამ დროს, ამ დავის და აქედან გამომდინარე ვიცი ამ თუმცა მისგან როგორც პიროვნებისგან მაშინ იყო ის განათლების რაღაცა ისე ადვოკატებს რეჟიმისგან დავდი რატომაც, მაგრამ მაშინ იყო მინისტრი, ჩვენ თუ ლაპარაკობთ როგორც პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში აი და ბოლო კითხვა ჩემი არის ეგ არ ეხება პრეზიდენტს, მაგრამ ეგ ეხება გიორგი მარგველაშვილს. აი ეგ უკვე სხვა. მაგას კი მასწავლეთ. ეგ ადამიანზე საუბრობთ, გასაგებია და თქვენ ეს კითხვა მასთან დაგჭათ. მე მაინტერესებს
არის თუ არა მისთვის პოზიტივი ის, რომ ის დისტანცირდა ქართული ოცნებით? კი, მე ცალსახად ვიტყვი. უბრალოდ შეიძლება ეს ყველაფერი გაეკეთებინა უფრო შვიდად, დინჩად და ღირსეულად. თქვენც ასე ფიქრობთ? მე ნაწილი ჩემი აზრით მაინც და მაინც არ მაინტერესებს, ჩემთვის არც რაცა ქართული ოცნება არის მშობლიური და არც პრეზიდენტის პარტია თუ ის მომავალში პარტიას გააკეთებს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ოცნების ხათრით ავირჩიეთ როგორც ასეთი და ის რაღაცა უფრო ვალდებული იყო ქართულ ოცნებასთან, ახლა ჩემთვის არაფერი ინფორმაცია. თუმცა ეს არ არის ცუდ, მან ძალიან ბევრი შეცდომით გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ პრეზიდენტი არ იყო ხილვად ხალხს დავცინოთ, გავიხსენოთ რა რეაქციები ქონდა, შეიძლება პირადად თქვენი ინტელექტის წყალობით ეგ არ ქონდათ, მაგრამ ხშირად ხალხი დასცინოდა მას საარჩევნო პერიოდშიც, ახალ არჩეულ პრეზიდენტსაც და ასე შემდეგ და მისი დისტანცირება შეიძლება ყოფილიყო არა ნეგატიური ფორმით, ის უბრალოდ მაღლა უფრო თუ დადგებოდა და არა ყველაფერს მებრძოლად. მე წამგებიანად იყო რომ ქართული ოცნება მოუწოდებდა, ანუ ამიანიშნებდა თავის ამომრჩევლს. არა, იმიტომ რომ პრეზიდენტი არჩევს ადამიანს, რომელსაც, კარგი რესპონდენტი იყო, ყველა ჟურნალისტთან ეთახმება და კარგი მოსაუბრე იყო გადაცემაში, მაგრამ სხვა მხრივ არ იყო საინტერესო როგორც პრეზიდენტი, ანუ არახილვად იყო ხმა. ის არავის აურჩევია, შეიძლება ოჯახის წევრებმა მისცეს ხმა, მას პირადად, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში ირიბად მისცა ყველამ ხმა. უბრალოდ მან ძალიან ცუდად გააკეთა ეს ყველაფერი, ძალიან ცუდად დაუპირისპირდა თავის და მე ვიცი რაღაცა გარკვეული და სიტუაციები როგორ მოხდა ეს პროცესი და როგორ დაუპირისპირდა თავის მებრძოლებს და იმ ხალხს, ვინც რეალურად და პიროვნულადაც მას ეხმარებოდა ზუსტად ამ პროცესში, მაგრამ თავად ფაქტი რომ ის ეს ასეთი პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, ამ კონსტიტუციით გათვალისწინებული პრეზიდენტი არ ყოფილიყო ასოცირებული მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გუნდთან და მას შემოეტანა ეს სიახლე საზოგადოებაში, რომ ლავირება გაეკეთებინა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ამიტომ რომ მოყვეთ უკაცრავად გამოდის, რომ საქართველოს ხალხს დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა პრეზიდენტად, ასეა? დამოუკიდებელი ცოტა უფრო რთული საზომია და ბევრად უფრო მაღალია. ვერ ვიტყვი, შეიძლება იყოს ვთქვათ 5 პოლიტიკურ სუბიექტზე დამოუკიდებული, მაგრამ ერთმანეთზე ბოლომდე თითოეულ ერთ-ერთთან რომელიღაცასთან ბოლომდე დამოუკიდებული არ იყოს, მაგრამ ეს დამოუკიდებლობა არ არის. დამოუკიდებლობის შეფასებისგან თავ შევეკავდი, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკურ კუთხით საქართველოს ყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის მარტივი განხმოვანებელი რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის და ის ასე თუ ისე შედეგობრივ თუ ვერბალურ დიალოგში შედის ყველასთან და თანაც გარკვეული საზომების შემიტანა, რომლის გამოც პოლიტიკურმა პარტიებმაც ცოტაოდენ ლექსიკაც და გამოხატვის ფორმებიც აამაღლეს, ესეც ფაქტია. მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობა, მე მგონი არჩილს ვეთანხმებ, უბრალოდ მე მგონია, რომ ზუსტად ეგ არის დამოუკიდებლობა, რასაც არჩილი საუბრობს. უბრალოდ თუ ვინმეზე იქნებოდა დამოუკიდებული პრეზიდენტი, ის იქნებოდა იოანე ბიზნაევანიშვილზე დამოუკიდებული. ფაქტია, რომ ის ამიდან გამოვიდა. ხა მეორე საკითხია დამოუკიდებლობას ჩვენ როგორ ვიყენებთ. თორემ ცხადია, მე არ მიმაჩნია, რომ ვინმე ახლა ურეკავს საქართველოს პრეზიდენტს და ის ისე აკეთებს, როგორც მას ეტყვიან. ეს ბიზნაევანიშვილმა ვერ შეძლო და ცხადია, რომ სხვა ვინმე დღეს ამას ვერ შეძლებს. ის იქცევა ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად, მაგრამ რამდენად ხშირად მიაჩნია სწორად რაღაცეები, სულ სხვა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ხა მე ცხადია ის დამოუკიდებელი პოლიტიკოსი არის. მეორე საკითხია, რამდენად ნიჭიერი იქნება დამოუკიდებლად პოლიტიკაში, ამას გვარჩვენებს მეორე ვადა მისი, რამდენად აირჩევენ მას, გადალახავს თუ არა რაღაც ბარის, აქ საუბარი არ არის მხოლოდ მოგებაზე. ჩემი აზრით პრეზიდენტის გამარჯვება იქნება ისიც, მან თუ აიღო 20 ან 30%-ით რაღაცა საერთო ხმების. ესეც იქნება ჩემი აზრით გამოწვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ის როგორც დამოუკიდებელი ფიგურა შედგება. მაგრამ მან თუ აიღო 5% პირობითად ან 5%, რაც ალბათ დღეს სავარაუდოდ არჩევნები რო ტარდებოდეს ამას მიიღებს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა კი არის, მაგრამ ცხადია, რომ ის არ არის მნიშვნელოვანი ფიგურა პოლიტიკურ პროცესში. არც როგორც პრეზიდენტია, ესე საბოლოო ჯამში ესეც შეჯამება იქნება, ის არც პოლიტიკაში არ იქნება რაღაც მნიშვნელოვანი ფიგურა, იმიტომ რომ პრეზიდენტი იყავი და ყოფილმა პრეზიდენტმა 5%-ის მეტი რო ვერ აიღო, უკვე ნიშნავს რანაირი პრეზიდენტიც იყავი იმას, მაგრამ თუ შეიძლება წააგო, მაგრამ წააგო საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით, უკვე ნიშნავს, რომ იყავი პოლიტიკური ფიგურა, უშვებდი შეცდომებს, აკეთებდი სწორ რაღაცებს, მაგრამ იყავი პოლიტიკური ფიგურა. ამიტომ ამას გვაჩვენებს, რომ ჩემი რესპონდენტების აზრით მარგველაშვილი ჩამოსაყალიბებელია, შეგვიძლია ასე დავასკვნათ და შესაბამისად მის მიმართ აუდიტორიაც. კი. არჩილ გამზარდია, იაგო ხვიჩია სტუმრობდნენ ჟიჟილაშვილის სტუდიაში, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 4-ზე. მადლობთ. ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე.